სასკოლო ფორმების შესყიდვის პროცედურა დასრულდა. კონტრაქტულ კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით მომავალ სასწავლო წელს ფორმა 1.801.000 მოსწავლისთვის შეიკერება. სკოლებისთვის მიწოდების პროცესი კი 3 ეტაპად განხორციელდება. ზაფხულის პერიოდში გაირკვევა თუ რა ეღირება სასკოლო სამოსის ერთი კომპლექტი. ამ დროისთვის ცნობილია ის, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით ყველა მოსწავლე, რომლის ოჯახის სარეიტინგო ქულა ჯანდაცვის სამინისტროს შეფასებით 60,000 ქულაზე ნაკლებია, ფორმას უფასოდ მიიღებს. განათლების სამინისტროში ამბობენ, რომ საჯარო სკოლებში ფორმის ტარება ხელშეუწყობს უფრო თანასწორი, ჯანსაღი და ორგანიზებული სასწავლო გარემოს შექმნას, ასევე მოსწავლეებს შორის სოციალური განსხვავების შემცირებას. სალომე თოდუას ორივე შვილი ახალი სასწავლო წლიდან პირველ კლასში შედის. ფიქრობს, რომ დაწყებით კლასებში მოსწავლეებისთვის სასკოლო ფორმის ტარება სწავლის პროცესს უფრო ჯანსაღს და სწავლაზე ორიენტირებულს გახდის. სანდრა და კახის გარდა სექტემბრისთვის სასკოლო ფორმები 1.801.000 მოსწავლისთვის შეიკერება. სიახლე ეხება მხოლოდ დაწყებით საფეხურის პირველიდან მე-6 კლასის ჩათვლით მოსწავლეებს. მოხარული ვარ და მივესალმები ფორმებთან დაკავშირებით მოსაზრებას, იმიტომ რომ 1 ტონში სოციალური ფენის სხვაობაც არ იგრძნობა, რაც ყველაზე მთავარია და ესთეტიურადაც თვალსაჩინოა. ასეთი დიზაინის იქნება ფორმები, რომლის ტარებაც 2026-2027 სასწავლო წლისთვის საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებს მოუწევთ. ფორმებს განათლების სამინისტროს შეპესე საგანმანათლებლო რესურსები კომპანია შეპესე გლორი ტექსტილი ინდუსტრიისგან შეიძენს. რეფორმას დადებითად აფასებენ საჯარო სკოლებში. ახალი სასწავლო წლიდან იგეგმება ბევრი სიახლე, მათ შორის გახლავთ სასკოლო ფორმები დაწყებითი კლასების მოსწავლეებისთვის. ეს უზრუნველყოფს და შექმნის ორგანიზებულ და თანასწორ გარემოს, სასკოლო გარემოს მოსწავლეებისთვის. საკითხს გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრიც. მისი შეფასებით მნიშვნელოვანია, რომ 2026-2027 სასწავლო წლისთვის სასკოლო ფორმების შესყიდვის პროცედურა დასრულდა. ირაკლი კობახიძის განცხადებით ეს ქმნის საფუძველს, რომ საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის მოსწავლეები ფორმებით უზრუნველყოფილნი იქნებიან. ინიციატივა ძალიან მნიშვნელოვანია, ბევრი თვალსაზრისით ამაზე ბევრი გვისაუბრია, ეს არის ზოგადი განათლების რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი და მნიშვნელოვანია, რომ თვითონ პროცედურები დასრულდა, რის საფუძველზეც საქართველოში იქნება უზრუნველყოფილი სათანადო სკოლის ფორმები ბავშვებისთვის. რაც შეეხება სასკოლო ფორმების ღირებულებას, განათლების მინისტრის განცხადებით, ზაფხულის პერიოდში გამოქვეყნდება დეტალური ინფორმაცია ფორმის ერთი კომპლექტის ფასთან დაკავშირებით. ასევე სიახლეა ის, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით ყველა მოსწავლე, რომლის ოჯახის სარეიტინგო ქულა ჯანდაცვის სამინისტროს შეფასებით 60,000 ქულაზე ნაკლებია, ფორმას უფასოდ მიიღებს. მიმდინარე წლის თებერვალში მთავრობის დადგენილებით დავამტკიცეთ ზოგადი განათლების ეროვნული რეფორმის კონცეფცია, რომლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება არის სკოლაში ფორმის შემოტანა და სწორედ ამ მიმართულებას ემსახურება ის ბაზრის კვლევა და ის გაფორმებული ხელშეკრულება, რომლითაც უზრუნველყოფილი იქნება 1.800.000-ზე მეტი ერთეულის შეკერვა შეძენა. ხელშეკრულება გაფორმდა საქართველოში რეგისტრირებულ ჩინურ კომპანიასთან, რომელიც 1.801.000 ერთეულ სასკოლო ფორმას ჩინეთში დაამზადებს. ხოლო მისი მოწოდება საქართველოში 3 ეტაპად განხორციელდება. რაც შეეხება სასკოლო ფორმების ღირებულებას და თბილისსა და რეგიონებში მის მიწოდებას, ამის შესახებ საზოგადოებას ივლისის თვეში პერიოდულად ეცნობება. განათლების სამინისტროში აცხადებენ, რომ ფორმები სკოლებში ეტაპობრივად დარიგდება. დეტალური ინფორმაცია განრიგის შესახებ ზაფხულის პერიოდში გამოქვეყნდება.